ბარიერის 5-დან 4%-მდე შემცირება, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მრავალმანდატიანი ოლქების შემოღება. ეს არის ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც მმართველი გუნდი ამზადებს. პროექტის განხილვა პარლამენტში მომდევნო კვირიდან დაიწყება. განხილვებში ჩაებება მოსახლეობა, საკონსტიტუციო კომისია კი სავარაუდოდ არა. სწორედ ამის გამო პრეზიდენტმა კომისიის წევრებს მიმართა და მოუწოდა, რომ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. ლევან ჩუგოშვილი მოგიყვებათ. მინდა მივმართოთ ხოვნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ამ ცვლილებებთან, ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებთან დაკავშირებით დააფიქსიროს თავის პოზიცია. საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტმა ეს მიმართვა მას შემდეგ გადაუგზავნა, რაც მმართველმა გუნდმა კონსტიტუციაში შესატანი შესწორებების პროექტი მოამზადა. ოცნების გუნდი საარჩევნო კოდექსის შეცვლას აპირებს და მომდევნო კვირას პროექტის ოფიციალურად დარეგისტრირებას გეგმავს. პროექტზე ხელს მმართველი გუნდის 87 დეპუტატიდან 80 კანონმდებელი აწერს. ოცნების ინიციატივას მოწინააღმდეგეები თავად ოცნებაში წყავს. მმართველ გუნდშიც არ იყო ესე ვთქვათ ერთიანი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ პროპორციული საარჩევნო სისტემა უკეთესი არის ვიდრე ვთქვათ შერეული სისტემა, რომელიც მოქმედებს. ამ ეტაპზე ვთქვათ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას საპარლამენტო უმრავლესობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს არ დაუჭერდა. პრეზიდენტის მიმართვას იზიარებენ ოპოზიციაში, უმცირესობაში ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო კომისიის გარეშე კონსტიტუციის შეცვლა დიდ კითხვებს გააჩენს, თუმცა ოპოზიციის წევრები ამტკიცებენ, რომ კონსტიტუციის გადახედვას და საჭირო 113 ხმის მოგროვებას ოცნების გუნდი ვერ მოახერხებს. არც ერთ ამ წვრილებას მხარს არ უჭერთ და გვაქვს ჩვენი ალტერნატივები, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელსაც ეხება საარჩევნო სისტემას. დღევანდელ საქართველოში ყველაფერი არის ერთი ადამიანის ნებასრულზე დამოკიდებული, აქედან გამომდინარე ჩვენ არ მოველით იმას, რომ რაიმე სასარგებლო ცვლილებები იქნება შემოტანილი. დღეს მართლა გეუბნებით, ბედის ირონია და პარადოქსია ის, რომ ნაციონალურ მოძრაობა უჭერს ხარს ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამას, რომ შეცვლილი იყოს საარჩევნო სისტემა ქვეყანაში. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხი გამოვიტანოთ, ასე ვთქვათ, საზოგადოების სამჟავროზე, სწორედ ამას ემსახურება ეს ინიციატივა, ეს იქნება საყოველთაო სახალხო განხილვა. ამ განხილვის გათვალისწინებით ცხადია, პარლამენტარები მიიღებენ ამაში მონაწილეობას, გაითვალისწინებენ ამ განხილვის შედეგებს და მიიღებენ შემდეგ გადაწყვეტილებას. ოპოზიციის მსგავსად პრეზიდენტის მიმართვას დღეს კონსტიტუციონალისტებიც დაეთანხმნენ. მათი განმარტებით, თუ კონსტიტუციის გადახედვას კომისიის გარეშე შეეცდებიან, ეს საკონსტიტუციო კომისიას უფუნქციოდ დატოვებს. თუ რაიმე იდეა ქონდა უმრავლესობას კონსტიტუციურ ცვლილებებზე, რა თქმა უნდა, ის ჯერ უნდა გაეტანა, ლოგიკური იქნებოდა გაეტანა საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. საარჩევნო კოდექსის შეცვლის პროექტი თითქმის მზად არის. ამ პროექტის მიხედვით საარჩევნო ბარიერი 5-დან 4%-მდე მცირდება და არჩევნები მრავალმანდატიან ოლქებში ტარდება, თუმცა ეს პროექტი არა შემდეგი არჩევნებისთვის, არამედ 2020 წლისთვის ამოქმედდება. ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით, ასე რომ იმედს უნდა ვუყუროთ. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.5%, ლომბარდი 1.5%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ჯირსიში აქცია გრძელდება. სამოთახიანი ბინები $650-დან. შეიძინე ბინა მარტივი იპოთეკური სესხით შემოსავლების შესწავლის გარეშე. ჯირსი მოლოდინზე მეტი 274-04-04. გააკეთე მეტი ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. ლამინატი 12 ლარი და 85 თეთრიდან, კარები 125 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. პორტალი MyMakti. ეს არის Maktis ოფისი შენს მობილურში, საიდანაც შეძლებ, შეიძინო და ავტომატურად განაახლო ნებისმიერი პაკეტი. შეავსო ანგარიში, გადაიხადო ბარათით და სხვა. დარეკე $20-ზე და SMS-ით მიიღე MyMaktis გადმოსაწერი ბმული. MyMakti უახლესი ტექნოლოგიები Maktis ხარისხით. ბეტეკის ცებოცემენტი. ახლა უკვე 11 ლარი მთელ საქართველოში. ბეტეკი, გერმანული ტექნოლოგია.
არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეთ Bosch-ის მტვერსასრუტი. Შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის მტვერსასრუტების საუკეთესო ფასად. მხოლოდ Elite Electronics-ში. ორცხობილა საუზმეზე? ძვირფასო, ბელვიტა დილამშვიდობისა საუზმისთვის შექმნილი ორცხობილაა. უგემრიელესია. ბელვიტა არის სპეციალურად შერჩეული მარცვლებისგან გულდასმით გამომცხვარი ორცხობილა. ენერგია მთელი დილისათვის. ბელვიტა დილამშვიდობისა. ორჯერ უფრო სქელი ვიდრე აქამდე. ახალი ფეირი, ნაცადია პრეტენზიული ქალბატონების მიერ. მზად ხართ? ჩვენ ორჯერ უფრო მზად ვართ. მოდით ვცადოთ. უამრავი კაფეა. რაიოლად გაასუფთავა. აბა როგორია ახალი ფეირი? ბევრად უფრო სქელი წინა ფეირისთან შედარებით. ეს არის ახალი ფეირი. ორჯერ უფრო სქელი ფეირი არადარ მთავრდება. სამზარეულოს სკამები 25 ლარიდან, მაგიდები 191 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. სამსახური, საღიდლები, ბავშვის მოვლა, უძლებს კი თქვენი ფეხები ასე დატვირთვას. ლიოტონი ეფექტურად ამცირებს ფეხების შეშუპებასა და დისკომფორტს. სწრაფად განიჭერთ სიგრილისა და სიმსუბუქის შეგრძნებას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. წებო ცემენტი 6 ლარი და 70 თეთრიდან, მეტლახი 12 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ყოველთვის შეიცავს საფრთხეს და არ იცი თუ რა გელოდება წინ. შედეგი შეიძლება სამწუხარო იყოს. არ დაარღვიო საგზაო წესები. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დუშკაბინა 299 ლარიდან, გასაშლელი სამეულები 618 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. განუყურებთ დღის მთავარ გამოშვებას, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. სტუმრებთან ერთად სავალუტო რყევებსა და გამოსავალზე უნდა ვისაუბროთ ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიასთან და ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილთან ერთად. მოგესალმებით ბატონებო და მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო ემზარ, დავიწყოთ თქვენით. კანონი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით უკვე შევიდა ძალაში. ერთ თვეში უნდა ჩამოყალიბდეს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. მას სრულად გადაეცემა კომერციული და არაკომერციული საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის ფუნქციები, მათ შორის ბანკების. რას შეცვლის ამ სამსახურის შექმნა? ექნება თუ არა ამას გავლენა სავალუტო კურსზე? ეს სამსახური, რომელიც ამჟამად ეროვნული ბანკის სისტემაშია მოქცეული, იქნება დამოუკიდებელი რეგულატორი. და აბსოლუტურად ეროვნულ ბანკთან სინქრონში მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საფინანსო ბაზის რეგულაციის შესახებ. მაგრამ სავალუტო კურსთან დაკავშირებით ეს ასეთ პირდაპირ გავლენას არ მოახდენს და ვერ მოახდენს. აქ ლაპარაკია აჟიოტაჟზე, სპეკულატიურ აჟიოტაჟზე, რომელიც მიმდინარეობს იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო რა სტრუქტურული რეორგანიზაცია და მიდის და ამგედან შიშის ფაქტორი, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, რომ მათ ინტერესები არ დაზიანდეს. ამიტომ მე არ ველოდები, რომ ამ სტრუქტურულ ცვლილებებმა პირდაპირ ზეწოლა მოახდინოს ლარის კურსზე. ბატონო ზვიად, ახლა ბატონ ზვიადთან გადავინაცვლებ შეკითხვით და ისევ დაგიბრუნდებით ბატონო ემზარ თქვენ. თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ? ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება მოახდენს თუ არა გავლენას, პოზიტიურ გავლენას მაინც ლარზე? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მე დავეთანხმები ბატონ ემზარს და პირდაპირ გავლენას არ მოახდენს ამ სტრუქტურის შექმნა, პოზიტიურს განსაკუთრებით და ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, რა ვითარებაში მოხდა ამ სამსახურის გამოყოფა და მთავრობის წევრებმა პირდაპირ აღიარეს, რომ ეს ხო პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოხდა იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის კონტროლი ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, ამან გარდა ცუდის შეიძლება, მე ეჭობა რომ რამე კარგი გავლენა მოახდინოს
პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ბაზარზე მოლოდინები და შესაბამისად, როდესაც ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები უყურებენ მსგავს სიტუაციას და მსგავს გაუგებრობას და დაპირისპირებას, მე ვეჭვებ რომ პოზიტიური შედეგი ჰქონდეს, მით უმეტეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია უარყოფითად უყურებდა ამ ნაბიჯს და ასევე გაუგებარია და მე ძალიან დიდი მეც გამოთქვამ, რომ ამ სამსახურის მენეჯმენტი და ბორდი ჩამოყალიბდება საკმაოდ გამჭვირვალედ და პროფესიონალებით დაკომპლექტებული. გასაგებია, ვალუტის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორებიდან თუ არის მოსნილი რომელიმე ან რომელი რჩება ძალაში ისევ. ანუ თუ შეიძლება იმის პროგნოზი გავაკეთოთ, თუ რა იქნება სამომავლო, თქვათ, ლართან მიმართებაში. პირველ რიგში ალბათ აუცილებელია ითქვას, რომ რეგიონალური სიტუაცია როგორც იყო მძიმე და რთული, ისე დარჩა, თქვათ, იგივე ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორთან თურქეთთან მიმართებაში. თურქეთში საკმაოდ რთული სიტუაცია, კურსი ვარდება ყოველ დღე, ბოლო 2 კვირის განმავლობაში საკმაოდ მაღალი ვარდნის სიჩქარე ჰქონდა, 3 და 5-მდე გადავიდა ის უკვე და ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ იქ დევალვაცია ხდება, იქ მეზობელ ქვეყნებს შორის როგორც არის საქართველო, ჩვენს ექსპორტიორების საწინააღმდეგოდ თამაშობენ. თურქ ექსპორტიორებს, თურქეთი საკმაოდ სერიოზული ექსპორტიორი ქვეყანა, თურქ ექსპორტიორებს უხარიათ და საკმაოდ სერიოზულ დამატებით შემოსავალს ღებულობენ ამ ლირის დევალვაციით. ქართველი ექსპორტიორები კიდე არაკონკურენტული არიან, ხდებიან აქედან გამომდინარე. მეორე ნაწილია იგივე რაც ხდება აზერბაიჯანში და ყაზახეთში, ჩვენს ირგვლივ რაც რთული სიტუაცია მას დაემატა კიდე ჩინეთში არსებული სიტუაცია და ბუნებრივია საერთო ჯამში სურათ იმისა, რომ